მოგესალმებით. ეთერში გადაცემა რეზიუმე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტის საგარეო საგამოძიებო კომისიის ხდომაზე მისვლას არ აპირებს. არალეგიტიმურად შექმნილ ღალატის კომისიაზე გამოცხადებას არ ვაპირებო, აღნიშნა თინა ბოკუჩავა. ცნობისთვის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ ხდომაზე პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გამოიკითხნენ, მათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ევროპულ სტრუქტურებში ვიზიტებთან დაკავშირებით მიაწოდეს კომისიას ინფორმაციაც, სადაც მათი თქმით ოპოზიციონერები ქართული ოცნების ხელისუფლებისა და ზოგადად ქვეყნის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს ლობირებდნენ. როგორც გივი მიქანაძემ დროებით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე განაცხადა, რამდენიმე პოლიტიკოსი, მათ შორის თინა ბოკუჩავა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კორიდორებში პოლიტიკურ ჯგუფთან და ინდივიდუალურ პოლიტიკოსებს ხვდებოდა და აყენებდა საკითხს, რომ ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. გარდა ამისა, ამავე კომისიის ხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ თინა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბრობდა. თინა ბოკუჩავას გარდა იქ დაასახელეს ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასევე დაასახელეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ნონა ქურდოვანიძე, ნინო დოლიძე და ასე შემდეგ, რამდენიმე პირი და კაცთა ეჭვი, რომ მომავალში შეიძლება ისინიც დაიბარონ კომისიაზე და თუ არ მივლენ, იმავე გზას გავუყენოთ, რა გზასაც გაუყენეს სხვა პოლიტიკოსები კომისიაზე არ მოსვლის გამო, ანუ ციხეში ჩასვლა. ამის პარალელურად სასამართლოში იხილება მაგალითად ელენე ხოშტარიას საქმე ადმინისტრაციულ დარღვევაზე და პროკურატურა მის მიერ პატიმრობას ითხოვს. ნახოთ ეს როგორ გადაწყდება და იცით რომ უკვე ციხეში სხედან პოლიტიკოსები, სამი ლიდერი კოალიცია ცვლილებისთვის, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ასევე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე. სულ მარე მაგალითად გივით არგამაძის საქმე გადაწყდება ალბათ და მასაც ამ გზას გაუყენებენ. როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში მოვლენები, რა პერსპექტივა აქვს პროტესტს, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, პირიქით გაძლიერდეს ხელისუფლება თუ და შესუსტეს პროტესტი თუ პირიქით, როგორ უყურებენ ამ მოვლენებს ჩვენი სტუმრები, ამაზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში. ელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი და გიორგი თავდგირიძე, ჯგუფი ფარის წევრი იქნებიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თუმცა ვიდრე ამ ჩვენ შინაურ საქმეებზე გადავალთ, კაბოტო ლელას როგორც სომხეთის კარგ მცოდნეს და არმენოლოგს მინდა დასაწყისში რამდენიმე კომენტარი თხოვა სომხეთში განვითარებულ მოვლენებზე. იქ საკმაოდ საინტერესო მოვლენები ვითარდება. საკმაოდ დაძაბული არის ვითარება სომხეთის პატრიარქსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ჩვენ ამაზე ერთხელ უკვე ვისაუბრეთ. ეს დაძაბულობა იქამდე მივიდა, რომ სომხეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა განაცხადა, რომ ფაშინიანი საერთოდ სომეხი არ არის, მუსულმანიაო და ასე შემდეგ და ფაშინიანმა თუ ებრაელია არ ვიცი, ყოველ შემთხვევისთვის ქრისტიანი არ არისო და ფაშინიანმა საკმაოდ უკვე ხადა უცენზურად უპასუხა ამ ყველაფერზე და დღეს აგერ გახდა ცნობილი, რომ ეპისკოპოსი ბაგრატი, ეგრეთ წოდებული წმინდა მოძრაობის ლიდერი, როგორც იცით, ეს არის ადამიანი, რომელიც რაღაც რევოლუციურ პროცესებს ედგა სათავეში სომხეთში, სომხურმა სუსმა დააკავა, სუსმა გაასაჯაროა ახალი ფარული მასალები, სადაც მოქალაქე ვაზგან გალსტანიანი, ეპისკოპოსი ბაგრატი დავალებებს იძლევა მოამზადონ საბრძოლო შენაერთების, სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების, შეერაღებული თავდასხმების, ყველობების, კიბერთავდასხმების, ელექტროენერგიის მიწოდების დარღვევების და სხვა დივერსიების ორგანიზების მიზნით ერთ დღეში უნდა მოურჩეთ, ან ჩვენ მოვკვდებითო, ან ჩვენ მოვკლავთო ისმის ამ ჩანაწერში აი ესეთი ინფორმაცია ვრცელდება. ქავდალელა თქვა რომ გითხრათ ორი სიტყვით რა ეტაპზე არის ახლა ეს ბრძოლა სომხეთში ფაშინიანის წინააღმდეგ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. დღეს სომხეთი მართლა ძალიან ისეთ მიჯნაზე დგას, როდესაც არის პრინციპში ბოლო და გადამწყვეტი ბრძოლა რუსული გავლენების ამოსაძიკვად სომხეთში. ეს არის სახელმწიფო სტრუქტურებში ინფილტრირებული რუსული აგენტურა თუ ყველაზე მძიმე წონიან ერთ-ერთ ინსტიტუტში სომხეთის საპატრიარქოში. ხო, აი, როდესაც დაჭირდა რუსეთმა ასპარეზზე გამოიყენა, როდესაც სომხეთში არსებული
რუსული ოპოზიციით, ვერ შეძლო მიზნამდე მისვლა, ვერ ჩამოშალა ფაშინიანის ხელისუფლება, საქმეში ჩაერთო ეკლესია, თავად პატრიარქის დონეზე. რესურსი, რაც აქვს ფაშინიანს ამ ბრძოლაში, არის ის, რომ ამ შემთხვევაში მისი გუნდი არის ერთიანი და გუნდს არა აქვს განსხვავებული დამოკიდებულებები და გარდა ამისა, გაერთიანდა მასთან პროდასავლურად განწყობილი ისეთი ოპოზიცია, რომელიც მუდმივად ამ საკითხში, რომელიც მუდმივად აკრიტიკებდა ფაშინიანს და არასოდეს ყოფილა არც მისი გუნდის ნაწილი, არც მისი აპოლოგეტი. მათ შორის გახლავთ არამ სარქისიანიც, რომელიც არის სომხეთის ეროვნული გმირის ვაზგენ სარქისიანის ძმა. ვაზგენ სარქისიანი საკმაოდ ავტორიტეტული ფიგურა გახდა სიცოცხლეში სომხეთში და სიკვდილის შემდეგაც, ანუ პროდასავლური ძალები ერთიანი არიან იმ პოზიციაში, რომ თუ არ დაიწყო წმენდა, მათ შორის ეკლესიიდან შეუძლებელია სომხური სახელმწიფო გავიდეს სამშვიდობოს და გადარჩეს ეხლა კვლავ რუსეთის გავლენებს, ისედაც სომხეთის ვითარება გაცილებით უფრო მძიმე იყო, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში სომხეთი გახდათ რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი და სომხეთის ეკონომიკა ძალიან იყო დამოკიდებული რუსეთზე, სომხეთში დგას რუსეთის უკვე სამი სამხედრო ბაზა და შესაბამისად ეს ართულებს ფაშინიანის ამოცანების შესრულებას, მაგრამ ჩემდა გასაოცრად უნდა ვთქვა, რომ არ ველოდი ფაშინიანი ისე თანამიმდევრული და პრინციპული აღმოჩნდა ამ საკითხთან დაკავშირებით. უნდა გითხრათ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, ჩვენ ადრეც საუბრობდით ამაზე, ფაშინიანის ამ საკითხში არ ედავება, იმიტომ რომ სომხური სამოციქულო ეკლესიის პატრიარქი არ იყო არასოდეს ისეთი ავტორიტეტული და გავლენების მქონე ფიგურა სომხეთში, როგორც დაუშვათ ჩვენ შემთხვევაშია და შესაბამისად ეხლა რო გითხრათ, რომ მოსახლეობა ძალიან განიცდის იმას, რომ დაუშვათ იმ რაც მიდის დაპირისპირება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ნამდვილად არა. გარდა მაგისა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც, რომ სომხეთში არ ფინანსდება სახელმწიფოსაგან ეკლესია, სომხეთის სახელმწიფოს ეკლესიისთვის არ გადაუცია აღურაცხელი ქონება ჩვენს მსგავსად, ჩვენთან ზუსტად არავინ არ იცის რა რაოდენობის ქონებაა გადაცემული ეკლესიას თავისი უძრავით, მოძრავით, ტყით, მინდორით და ველით, ყველაფრის ჩათვლით, გარდა იმ უკვე 60 მილიონისა, რომელიც მიიღო ახალი ბიუჯეტით საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ხა არავისთვის არ არის არც დაფარული, არც განსაკუთრებული აღმოჩენა ის, რომ მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ეკლესია და რელიგიური სხვა ინსტიტუციებიც გახდნენ საყრდენი საბჭოთა სპეცსამსახურებისა და იქ საკუთარი კადრების ინფილტრაცია იყო სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, მართვის ერთ-ერთი ბერკეტი და შესაბამისად ახლა ის რომ არ შემიძლია ეს არ აღვნიშნო. ის რომ სულ რამდენიმე ხნის წინ ჩვენი ეკლესიის წიაღში ცნობილი გახდა, რომ და ეს გახდა ერთ-ერთი ეპისკოპოსისგან, ხო, მაღალი იერარქიისგან ცნობილი, რომ აღსარების საიდუმლოს ისმენ სუსი. ანუ ირღვევა ყველაზე უფრო საკრალური, რაც შეიძლება იყოს 7 საიდუმლოდან, ხო? ამაზე დგას ჩვენი სარწმუნოება, ერთ-ერთი აღსარების საიდუმლო და რეალურად ეკლესია მონაწილეობს ამაში, ხა როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ნორმალური, ხო? აი მე არ ვიცი, ხა ძალიან თავგადადებული მრევლის წარმომადგენლებიც რომ არიან და
სოციალური ქსელები მემიებით აქვთ ხატებით მიმოფენილი, უბრალოდ დაფიქრდნენ და წარმოიდგინონ, რომ შესაძლოა მათ აღსარებას უსმენდეს სუსის რომელიღაც წარმომადგენელი და მერე ის ამაზე იცინოდეს, ან თუ კი ოდესმე ის ვიღაცას რაღაცაში წინ გადაეღობება, ამ აღსარებას გამოიყენებენ მისი შანტაჟისათვის. ასე შეიძლება განა რელიგიური ინსტიტუცია და სახელმწიფო ინსტიტუციები ერთმანეთში იყვნენ გადახლართული. ხო და ამდენად დაუშვათ თუ იქ პირდაპირ სომხეთში იმისი საშიშროებაა, რომ ფაშინიანის სუსი კი არა მარტო, არამედ შეიძლება უსმენდეს რუსეთის FSB-ს და ბარდებოდეს დაუშვათ იქ აღსარებები. ეს არ არის ხელწამოსაკრავი საკითხი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მოიგებს თუ არა ამ ომს ფაშინიანი, რთული ომია, ამ ომში ფაშინიანის გამარჯვება დამოკიდებული იქნება მხოლოდ ხალხის გამჭრიახობასა და სიბრძნეზე, რაც შეეხება იმ ეპისკოპოსს, რომელიც დააპატიმრეს, სულ საერთოდ რომ არ დაედო ფარული მოსმენების დაუშვათ ესენი ჩანაწერები, მიტინგზე საჯაროდ გასულ წელს ამ ადამიანის სიტყვები, რომლითაც ის მიმართავდა ხალხს, არაფერი განსხვავებული არ იყო, პირდაპირ მოუწოდებდა დაუშვათ ფაშინიანის დამხობისაკენ. ახლა ვიღაცას შეიძლება მოსწონს ფაშინიანის ეს ხისტი დამოკიდებულება სომხეთის პატრიარქის მიმართ, მაგრამ თუ მაღალ იერარქი, ვინც არ უნდა იყოს ის, რომელი ქვეყნის, რომელი ეკლესიის ტახტის მფლობელიც არ ღვევს ყველაზე მთავარ აღთქმას, რომელიც მას დადებული აქვს, ასეთ შემთხვევაში ფაშინიანის უპატივცემულო დამოკიდებულება არავის არ უნდა გაუკვირდეს და უნდა გითხრათ, რომ რატომღაც მიაჩნიათ საზოგადოების დიდ ნაწილს და სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება სარგებლობს ჩვენი მოსახლეობის რელიგიური, მათ შორის თავის თავს რომ მორწმუნეს უწოდებს, ნაწილის გაუნათლებლობით და კიდევ ერთხელ ვამბობ, მხილება არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი რელიგიაში და ჩვენს მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. ამიტომ ფაშინიანი რელიგიურ კანონიკურ წესებს არ არღვევს, როდესაც კონკრეტულ დანაშაულში ამხელს მას და შესაბამისად ეს არის ჯანსაღი პროცესი, რომელიც მე ვთვლი, რომ გასაგებია, ხო. ნუ წარმოუდგენია, რომ კონდეს რა დონეზე მივიდა ეს დაპირისპირება, მე წავიკითხე ციტატას, რომელიც ვახსენებ, რა თქვა ფაშინიანმა გუშინ, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის პრესმდივანმა განაცხადა, რომ მე სავარაუდოდ წინდა ცვეთილი ვარ. მზად ვარ მივიღო ის და მისი პრესმდივანი და დაუმტკიცო საპირისპირო თქვა ბატონმა ფაშინიანმა კათოლიკოსის და მისი პრეზიდენტის მისამართით. ბატონ გიორგი, თქვენთან მინდა გადმოვიდე უკვე შინაურ საკითხებს დაუბრუნდეთ, ასე თქვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ბევრი ავლებს ხოლმე პარალელს აი იმ რევოლუციასა, რომელიც სომხეთში მოხდა ფაშინიანის დროს და ბევრი კითხულობს, რომ აი ფაშინიანმა მოახერხა მაშინ ხო ეს ყველაფერი და საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გამოვიდა ხალხი, ეს ვერ მოხერხდა. რატო ვერ ხერხდება თქვენი აზრით იგივე რაც თქვა თუნდაც ფაშინიანმა გააკეთა? ცოტა განსხვავებული პროცესებია. იმ დროს და იმ პერიოდში ფაშინიანმა მიიღო არა მარტო სახალხო მხარდაჭერა, არამედ პოლიტიკური მხარდაჭერაც და შესაბამისად ის აპელირებდა პოლიტიკურ სფეროში და მან მოახერხა იქ მხარდაჭერის მოპოვება და შემდეგ უკვე როგორც პოლიტიკური ლიდერი პირდაპირ შევიდა, ესე რომ ვთქვათ, პარლამენტში და უკვე როგორც პროექტი იყო წარმატებული, ესე რომ ვთქვათ, დაიწყო წარმატებული პროექტის განხორციელება. ჩვენ გვაქვს პრობლემა, ანუ ჩვენთან ჯერთი ძლიერი ჰიბრიდული შეტევის ქვეშ ვართ და პირველი ეტაპი ჰიბრიდული ომი ჩვენ წავაგეთ, თუმცა ეს სხვა ანალიზი და ძალიან დიდი თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ დავჭით საქართველოში პოლიტიკა არ პროფესიული დონის პოლიტიკა ივანიშვილმა მოახერხა და მოკლა და შესაბამისად პოლიტიკური ძალებიც ვერ ქმნიან პოლიტიკურ პროცესს. სხვა მიზეზის გამო, ეხა ეგეც ანალიზის თემა არის, პიროვნული თვისებების გამო, რაღაც გარკვეული შეცდომების გამო
მძიმე შლეიფების გამო, რომელიც თან აქვთ, გარკვეული ამბიციების გამო, მაგრამ ნუ ფაქტია, მოცემულობად მივიღოთ, რომ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ელიტამ ვერ შექმნა ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეალობა, სადაც ის დაუპირისპირდებოდა ოცნებას როგორც პოლიტიკურ ძალას. და შესაბამისად ეხლა მივიღეთ პროცესი, როცა არსებობს ქუჩა, რომელიც ცდილობს ხო, მაგრამ ქუჩაც აღარ არსებობს, ხო? არა, როგორ არ არსებობს, ქუჩა არსებობს. ეხლა თქვენ უყურებთ იმას, რომ რუსთაველზე ვთქვათ 300 კაცი რო არის. არის პროცესი, რომელიც მიდის, კიდევ ერთხელ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრძოლა უნდა გავმართოთ იქ, იმ საშუალებით და იმ დროს, როდესაც ჩვენთვის მომგებიანი იქნება. თუმცა რა პროცესები მიდის, ამაზე კიდევ მოვყვები, მაგრამ რეალობაში ახლა ნუ შევაფასებთ იმას, რომ ქუჩაში ისეთივე აქციები არ მიდის, როგორც ოქტომბერ-ნოემბერში, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოქტომბრი-ნოემბრის აქციები, მაგრამ კიდევ ერთხელ რაც არ უნდა ბევრი იდგეს ადგილას, იმისთვის რომ მოიპოვო გამარჯვება, ჭირდება მოძრაობა და გონივრული სვლები. და ამ სვლებს ჭირდება დამგეგმავები, ამ სვლებს ჭირდება სტრატეგიებიც, ამ სვლებს ჭირდება ტაქტიკური მოქმედებებიც, ანუ პროცესი, რომელიც ბუნებრივად და სპონტანურად დაიწყო, შემდეგ პოლიტიკოსებს უნდა აეღოთ თავის თავზე, ეხელმძღვანელად ამ პროცესებისთვის და მოეხდინათ მათი კონვერტაცია ახალ პოლიტიკურ რეალობაში. რაც ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ ვერ გამონახეს საერთო ენა, არ ჰქონდათ სწორი ხედვები, არ ჰქონდათ სწორი ტრადიციები, სტრატეგიები, ცალკე ვერც ერთმა ვერ მოახერხა დაეგროვებინა იმ სიმძიმის პოლიტიკური კაპიტალი, რომ ცალკე ყოფილიყო როგორც ამ პროცესის ლიდერი და შესაბამისად მივიღეთ ის, რომ რაც მივიღეთ, მოკლედ ციხეში არიან ყოველგვარი ბრძოლის და ყოველგვარი სარგებლის გარეშე ახლა. სწორი იყო მათი არჩევანი, რომ არ ვისურვებენ კომისიაზე და თუნდაც ციხის რა არის, იცით, სწორი იყო თუ არასწორი, ეს ამის მას მერე შეიძლება საუბარი რაღაც პოლიტიკური ის რო ყოფილიყო, რა ქვია, ჭიდაობის საშუალება, როცა შენი მისვლა ან არ მისვლა, რაღაც პოლიტიკურ კვალს დააჩენდა. ხა პიროვნულად, რა თქმა უნდა, ხა კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა ადამიანებთან, როგორც აქ ჩემ თანამოქალაქეებთან, რომ ისინი ციხეში არიან და თავისუფალ დანაშაულოდ თავისუფალ აღკვეთილები, მაგრამ როგორც პოლიტიკურ ფიგურებთან მათი შესვლა, მისვლა ან არ მისვლა ან რაღაცა აი ვერაფერს ვერ ხედავ, იმიტომ რომ ამის უკან არ იდგა რაღაცა გათვლები, არ იდგა სვლები, არ იდგა რაღაც ძლიერი პოლიტიკური პლატფორმა. ამიტომ არ ვიცი, კიდევ ერთხელ პიროვნულად მათ რა თქმა უნდა გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი დააგროვეს, იმიტომ რომ პიროვნული ვაჟკაცობა გამოიჩინეს, მაგრამ პოლიტიკური პროცესისთვის ეს არ გააჯანსა პოლიტიკური პროცესი და არც დააზარალა, იმიტომ ეს პროცესი ის დაუშვეს, რომ ეს პოლიტიკური პროცესი მომკვდარიყო. ახლა რაც შეეხება კიდევ ერთხელ საპროტესტო მოძრაობას, საპროტესტო მოძრაობა არსად არ წასულა, ძალას იკრებს და მალე გამოჩნდება სხვა ხერხებით და სხვა ილეთებით და სხვა ბრძოლა შესთავაზებს ხელისუფლებას. ეს იგი კითხვა მინდა დაგისვათ, რამდენად არის შანსი, რომ საქართველოში იგივე მოხდეს, რაც თქვა ფაშინიანმა გააკეთა. თუ ამის შანსი საქართველოში უკვე აღარ არის და ეს ამ ჩაიარა ამ ყველაფერმა. მეც ვეთანხმები. თუ ამის შეიძლება იმის მიზეზი ის არის, რომ ფაშინიანისნაირი ლიდერი არ არსებობს, თქვა. იცით რა, ჯერ ერთ დავიწყოთ იქიდან, რომ დრო და კონტექსტია ძალიან განსხვავებული. ის რაც თავის დროზე ფაშინიანმა გააკეთა 2018 წელს, ჩვენ 2003-ში გვქონდა უკვე გაკეთებული. ჩვენ 2003-ში გვქონდა უკვე გაკეთებული და ეხლა ჩვენ იმ პროცესში ვართ, რომ ეს ხელისუფლება მთლიანად სპობს იმის კვალს, რა შედეგებით ჩვენ მივიღეთ 2003 წელს, ხო? რეალურად. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ რასაკვირველია, სამწუხაროა ძალიან, როდესაც ყველა პოლიტიკური ლიდერი არის ციხეში და გამზადებულები არიან, როგორც ჩანს კიდე სხვები წასასვლელად. მე თითოეულ მათგანს უცხადებ ძალიან დიდ სოლიდარობასა და მხარდაჭერას, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მე ჩემი პროტესტი, ალბათ თქვენც მერაბ და ალბათ ბატონ გიორგისაც და იმ ადამიანებს, რომლებიც ასე
ათასობით ვიდექით ქუჩაში, ციხეში არც გვარამიასთვის გაგვიტანებია, არც ვაშაძისთვის და არც ხაზარაძისთვის. ჩვენთან დარჩა თვითონ ჩვენთაგანთან ეს პროტესტი და ბუნებრივია ამას ნებისმიერ დროს მიეცემა გამოსავალი, როდესაც ჩვენ შევთანხმდებით და ვიპოვით სწორ გზას, გვექნება სწორი სტრატეგია და სწორი ტაქტიკა. რადგან ასე მოხდა, მოცემულობა ესა გვაქვს, რომ ახლა ლიდერები არ არიან ისინი კარგახანი აღარ იყვნენ უკვე წინა ფლანგზე სამწუხაროდ და უნდა გაჩნდნენ ახალი ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარები აღმოაჩნდებათ. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ადამიანი საერთოდ უნდა გაჩნდება. რა? ასე ხო არ აღმოცენდებიან? არა, რატომ უკვე ამდენი ხანია ქუჩაში ვდგავართ და ყველა რატო ვერ გაჩნდება? ყველა ხო და არა, როგორ არა, მე არიან ისინი. არა, როგორ არ გაჩნდა. უბრალოდ ეხლა მე და ბატონი გიორგიც სწორედ სანამ შემოვიდოდით ამაზე საუბრობდით, რომ არ გქონია მოკლედ როგორც ჩანს ისეთი ექსტრემალური ვითარება, რომელიც ამას იძულებით გაგვაკეთებინებდა. ძალიან ხშირად ხოლმე დიდი სტრესია საჭირო იმისთვის, რომ გამოფხიზლდე და იმ რაღაცა ილუზიებიდან გამოხვიდე, რომელსაც ან შენით იქმნი, ან სამწუხაროდ თავზე გახვევენ. ნელ-ნელა ჩვენ აი ამაში გვეხმარება ბატონი ივანიშვილი, სტრესს აღრმავებს ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ რეალურად ნახე მე თქვენ მე ვიცი თქვენი დამოკიდებულება დაუშვათ კრიტიკული წინა ხელისუფლების მიმართ. ასევე ოპონენტი ვიყავი წინა ხელისუფლებისა, მაგრამ მე უნდა გითხრა, რომ მე და თქვენ მაშინ გქონდა იმის ფუფუნება, გვეკრიტიკებინა სახელმწიფო ცუდი. სიტყვაზე ვამბობ და გვეთქვა, რომ უკეთესი სახელმწიფო გვინდა. და ეხლა დაფიქრდი, რომ მაგისი უფლება უკვე აღარა გაქვს და ფუფუნება, რომ სახელმწიფო აკრიტიკო. შენ ორი არჩევანი გაქვს ეხლა რა, რომ ან ფერმის წევრი უნდა გახდე, იმიტომ რომ როდესაც ჩამოგართმევენ სიტყვის უფლებას, აზრის გამოხატვის უფლებას, როდესაც ყველგან ჩამოაფარებენ, სადაც შესაძლოა შავ ფარდას და როდესაც გეუბნებიან, რომ უნდა თქვა ის, რასაც მე ჩაგძახებ, ის ამოიძახო და როდესაც ოფიციალური სახელმწიფო უწყებები უკვე უკეთებენ იმას ინსპირაციას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი დააბეზღონ, მე რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაზე გელაპარაკებით, სადაც თუ გაქვთ მეზე ინფორმაცია მოგვაწოდეთ და დაგირეკოთ, როდესაც ეს ხდება თავის გადარჩენისათვის ნორმა იმისთვის, რომ იცხოვრო ქვეყანაში, ეს სახელმწიფო არ არის. სახელმწიფო ურთიერთსოლიდარობის გარეშე ხელისუფლებასა და ხალხს შორის არ არსებობს და ეს არის პერსპექტივა, რომ ფერმა. ამიტომ, როდესაც მოყავთ ხოლმე ძალიან ხშირად ყველას ოპონენტებს წინა ხელისუფლებისას რაღაცა მაგალითები, აი ჩემი პრინციპული ხედვა ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ მე არ მაქვს ფუფუნება, ეხლა ვილაპარაკო, რომ უკეთესი სახელმწიფო მინდა. მე სახელმწიფო რეალურად აღარ მაქვს. ეს კაცი აპირებს, რომ შეყაროს თავის ფერმაში, იმიტომ რომ ნუ როგორც ჩანს ამ ხატით ცხოვრობს ხო ორველის ასე ვთქვათ ფერმის. ხო და აქედან გამომდინარე ნურავი იტყვის იმას, რომ დღეს რომ რუსთაველზე მხოლოდ 300 კაცი დგას, ეს ნიშნავს იმას, რომ პროტესტი არ არსებობს. შეიძლება რუსთაველზე ყოველდღე 10,000 კაცი რომ ვიდგეთ, ეს უფრო ნაკლებ საშიში იყოს ხელისუფლებისთვის, ვიდრე აი ეს შენახული და დაგროვილი პროტესტი, რომელიც გადმოხეთქავს ერთად. აუცილებლად ვერსად ისა ფიზიკის კანონია, მე ხო არ მეშლება ენერგიის მუდმივობის კანონი. რატომღაც გონიათ, რომ პარლამენტის კანონებს რო ცვლიან და ირგებენ თავის თავზე, ფიზიკის კანონებსაც ესე შეცვლიან, ვერ შეცვლიან, გამორიცხულია. არც ეს ხალხში დაგროვილი აგრესია არ წავა არსად,
უკვალოდ არ დაიკარგება და არც მათ მიერ ჩადენილი უსამართლობა, რომელსაც ჩადიან, არც ის ენერგია არსად არ დაიკარგება და ამისი მაგალითები ჩვენ გვაქვს. ასე რომ, ეხლა რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანის კომისიას, სიცოცხლეში თუ მოგვიწევდა საზვერეების გავლა, ნამდვილად არ მეგონა. მეგონა ეს იქით რო წავიდოდით, მერე იქნებოდა და ვინ დააყენა ერთი მაინტერესებს მეზვერეთ თეა წულუკიანი, რომ იმაზეა დამოკიდებული, ციხეში უნდა მოვხვდეთ თუ სად უნდა წავიდეთ და სად არის ჩვენი ადგილი. მე მართლა მინდა ვკითხო ეს ბიძინა ივანიშვილს, რატო გადაწყვიტა, რომ ეს ქალი დაენიშნა მეზვერეთ ჩვენთვის და გაგვერკვია და ამას უნდა ერკვია ჩვენი ადგილი. დღეს ნინო წილოსანმა თქვა გენიალური ფრაზა, ხა შეფასებების უფლება ხო ჩამოგვართვეს უკვე და არ მაქვს უფლება რომ თავის სახელი დავარქვა იმას რაც ამ ბრძენმა ქალმა თქვა. დიახო, ისა რა ქვია, ნაციონალურ მოძრაობისო პერიოდშიო ჩვენი გუნდისო ბევრი წარმომადგენელიო კეთილსინდისიერად ემსახურებოდა სახელმწიფოსო. ქალბატონო ბრძენო ნინო, მაინტერესებს თუ ნაციონალური მოძრაობა იყო ტოტალური ბოროტება, რომელიც ახლა უნდა აკრძალოთ და გააუქმოთ, როგორ შეიძლება კეთილსინდისიერად ბოროტებას ემსახურო? აი, ეს გამაგებინოს ვინმე, როგორ შეიძლება ადამიანი კეთილსინდისიერად ბოროტებას ემსახურებოდა? მე რა ყველაფერთან ერთად ამ ადამიანებს არა ეს უნდა თქვა. აქვს სერიოზული ინტელექტუალური კი არა, უნარჩვევების პრობლემა აქვს. უნარჩვევების შეზღუდული აქვს. თუ არა, მე მზად ვარ დავამტკიცო, გაიარონ შემოწმება, შესაბამისი ტესტები არსებობს, ჩააბარონ და თუ მე ვწდები, მზად ვარ პასუხი ვაგო ამაზე. აბა როგორ შეიძლება ქალს დეპუტატის ხალხის რჩეული გქვია და მიმტკიცებ, რომ კეთილსინდისიერად შეიძლება ბოროტებას ვინმე ემსახუროს და ჩვენ ქართველი ხალხი ასეთ შეურაცხყოფას ვიღაცეებისგან ნამდვილად არ ვიმსახურებს. გასაგებ უბრალოდ ჩვენ რეკლამის რო გვაქვს და ამიტომ გაჩერებთ. რეკლამის შემდეგ გავაგზავნებთ უნებრივი ამ თემებზე საუბარს. გიორგი თავდგერიძე და ლელა ჯეჯელავა არიან ჩვენი სტუმრები, რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით. აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, ჩვენი იცით, ჩვენი სტუმრები არიან ლელა ჯეჯელავა და გიორგი თავდგერიძე. გიორგი თავდგერიძე ჯგუფ ფარს წარმოადგენს, გავატოვე ლელას როგორც ანალიტიკოსი არის გადაცემაში. ვისაუბრეთ პირველ ნაწილში პროტესტის შესახებ, სომხეთში რა ვითარება ამის შესახებ. ეხლა მინდა ვისაუბრო ამ საგამოძიებო კომისიაზე და პოლიტიკოსებს დაბატებულ ამაზე ნაწილობრივ ვისაუბრეთ, მაგრამ ჩვენ ახლა ვნახეთ, მე წავიკითხე გადაცემის დასაწყისში, რომ უკვე დაიწყეს ფაქტობრივად ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგაც, ხო, იქ სალომე სამადაშვილი ახსენეს, თინა ბოყუჩავა ახსენეს, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ნონა კურდოვანიძე, ნინო დოლიძე და ასე შემდეგ, რომლებიც ედავებიან, რომ თქვენო სტრასბურგშიო ქართულ ოცნებების დელეგაციას რო არ ცნეს მათი უფლებამოსილებაო, ამის წინააღმდეგ რომ მუშაობდით თუ არ ცნოთ მათი უფლებამოსილება, სახელმწიფოს წინააღმდეგ იმუშავეთო და შეიძლება ამის გამო დაიბარონ და თუ არ მივლენ ისინიც დაიჭირონ. არ ვიცი, აი, რას ემსახურება ბატონ გიორგი, თქვენ მინდა გითხოთ ეს კომისია რეალურად. ჩვენ თავიდან გითხეს, ეს კომისია იყო ნაციონალური მოძრაობის დანაშაულების გამოძიების გამო შექმნილი. მე აღმოჩნდა, რომ არავინ ნაციონალური მოძრაობა არავინ მოდიო გავაგზავნოთ და ყველაფერი გამოვიძიოთ და მე ლელო, ხაზარაძე, არ ვიცი, ვანო მერაბიშვილი და ის არ დაუბარებიათ, გიგა ბოკერია და ეხლა არ ვიცი, იმას დაიბარებენ ალბათ, რა ქვია, არასამთავრობო სექტორის წევრებს და ლელო დაიბარეს და გახარია დაიბარეს მათი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივიდა, რომ თავი არ დაავაჭერინაო და ეხლა მეორეჯერ იბარებენ. და ისეთ საქმე აღუძრეს, რომ საერთოდ შეიძლება 15 წლით ჩასვან. არ ვიცი, ამ ქალი პოლიტიკოსების დაკავებაზე სწავლენ და რა ემსახურება ეს კომისია თქვენი აზრით და რატომ მიდის ასეთ გამწვავებაზე ვითარების, ყველას დაჭერაზე, დაკავებაზე თქვენი აზრით ხელისუფლება? მოგეთ, თავარი თემა ერთ-ერთი არის ის, რომ როდესაც ეს ინსტრუმენტი იქნებოდა, ეს არის ჰიბრიდი რუსული დავალების და ბიძინა ივანიშვილის ხედვის, ეს არის ადამიანი თავის მთელი ოცნებით. ეხლა შეიძლება ცოტა გადანაწილდა და სხვა რეალობაა, მაგრამ იმ დროს როცა კომისია იქნებოდა, რომელსაც არ აქვს სისტემური მიდგომა, მას ვერ წარმოუდგენია, რომ აი ეს პოლიტიკური რეპრესიები ჩაატაროს რაღაცა ოფიციალური სტრუქტურის ეგიდის ქვეშ და გაამარტივა, ხო, არსებობს პიროვნება,
რომელიც ამ სიბინძურის შემსრულებელია, წულუკიანზე მაქვს მესაუბარი. თუ გავიხსენებთ ხა ესეთი ფიგურა ჩვენ წარსულში შეიძლება ჩვენ არ გვახსოვს და ვერ მოვესწარით, მაგრამ საბჭოთა კავშირში იყო ეჟოვი, ესეთი სისხლიანი კონტრისკაცი, რომელიც თავისი ძალაუფლების პიკში სტალინზე უფრო ძლევამოსილი პიროვნება იყო, რომელიც რეპრესიებს ახორციელებდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვთქვათ იდეოლოგიურ საფუძველზე ან რაღაცა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ესეც იყო თავისი პოლიტიკის, რა ქვია, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე რაღაცა სამუშაოებს ატარებდა, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო. გარდა ამისა შემოიტანა ორი ელემენტი. ერთი ეს იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი, ეჟოვშინა, ანუ პოლიტიკური ანგარიშსორება, არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, არამედ ზოგადად პოლიტიკური ველის მოსუფთავებისთვის იქნა გამოყენებული და მეორე შემოვიდა ყველაზე მურტალი თემა რაც იყო სამეურნეო და პირადი სიძულვილი, ანუ შეიძლება ადამიანი იმიტომ აღმოჩენილიყო რეპრესირებულთა შორის, რომ ან კარგი ბინა ჰქონდა, ან ლამაზი მეუღლე ყავდა, ან სამსახურში მის ადგილს სხვა უმიზნებდა და გარდა ამისა, თუ ვიღაცას აწყენინა და რაღაცა ეს ანონიმშიკების ფენაში იყავი წარმოდგენილი, თუ დაწერდი ხო, ანუ ეხა იგივე ხდება? ხო, აი ესეთი არაფორმალური ეხა რა თქმა უნდა სტალინის გასაქანი და სისტემური მიდგომა აკვია. არის ეჟოვი ამას ამბობ? ხო, დაახლოებით ზუსტად იგივე მორალით, ზუსტად იგივე პრინციპებით, ანუ არანაირი პრინციპები არ არის, არანაირი სტანდარტი არ არის მიდგომის. ანუ რო ხასიათზეც გაიღვიძებს, ვიზეც გაბოროტებულია, ან რაზეც გაბოროტებულია, ესე წავა ყველაფერი. არ არის ისე რომ კარგად იქცევი და შენ არ მოგადგებიან. არა აქვს მაგას მნიშვნელობა რა. უბრალოდ თავარი არის. გახარიას ფაქტი მოწონს, იფიქრა რომ მოდი არ დავაჭერიდებ თავს და მივიდა კომისიაზე. ისეთი საქმე ამოუჭხრიკეს რომ შეიძლება 15 წელს ჩასვან ციხეში. ხო, ნუ მივიდა კომისიაზე, მაგრამ მაინც იჭერენ, ანუ მნიშვნელობა ან თამაშის წესი არ არსებობს. აი ამის თქმა მინდა, ეჟოვის დროს თამაშის წესი არ არსებობდა, იმიტომ რომ მასზე იყო პიროვნულად და მის სამსახურზე იყო დამოკიდებულება, ვის დაღუპავდა, ვის არა. ხო, ანუ დემოკრატიაზე აღარ მაქვს საუბარი. ბევრი დიქტატურა არსებობს, სადაც რაღაც სისტემური მიდგომა არის, თუ არაფერს არ აშავებ დიქტატურაში და არ იბძვი მანდამაინც დიქტატურის ჩამოსაშლელად, შეიძლება რეპრესიულმა მანქანამ შენ არ მოგაკითხოს, იმიტომ იმ თამაშის წესებით თამაშობ. და პროგნოზირებადი ხარ, ხო? ეს არის გაურკვეველი, ხო? როცა კობახიძის პირად განწყობაზე, წულუკიანის პირად განწყობაზე, ივანიშვილის პირად განწყობაზე და ეს რეპრესიული მანქანა იმუშავებს არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, არამედ იმუშავებს იმ ადამიანების წინამდე, ვინც უბრალოდ გააბრაზა შეურაცხვა ამ ლიდერებმა ჩათვალეს, რომ შეურაცხვა მიაყენეს და თვითონ თავიანთი წევრების წინამდეაც მალე დაიწყოს მუშაობას, იმიტომ რომ ესეთი ბუნება ხა ეჟოვმა სიცოცხლე დაასრულა იმავე რეპრესიულ ესე რომ ვთქვათ მანქანის აქტივობით, რომელიც თვითონ შექმნა, ხო? და იგივე წამება გაიარა, რა წამებასაც რა წამებითაც და რა არადამიანური მეთოდებითაც სხვას უსწორდებოდა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამ რეალობაში ცხოვრობდა, ეს არაქართული თემაა. ეს არის ძალიან ბოროტების მანქანა, რომელიც უცხოა ქართულისთვის და იგივე ჩვენ რაც არ მოგწონდა პავლიკა მოროზოვი და ეგრეთ წოდებული ჩაშვების ინსტიტუტი, ხო ესაა წახალისებული დღეს. ხო ამაზე თან ღიად კეთდება ეს ყველაფერი, ხო დაფარული არაფერი არ არის. თუ გინდა თავი მოაწონო თია წულუკიანს და კობახიძეს, ვიღაცა ღიად უნდა დააჭერინო. ხო, ნუ დღეს მიიყვანეს თავიანთი გუნდის წევრი გივი მიქანაძე. ამას ხაზი უნდა გაუსვათ, ვინ არის გივი მიქანაძე? გივი მიქანაძე იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. მაგასთან დაკავშირებით თქვა ეტყობა ნინო წულუკიანმა, ხო, ის რომ პატიოსნად უსახურებდა. ანუ წარმოიდგინე, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო გივი მიქანაძე, კურირებდა იმ მიმართულებას, ციხის მიმართულებას და ციხეში რომ ბუნტი მოხდა და ერთ-ერთი თავი ბრალდება არის, რომ იქ ხალხი დახოცეს და ასე შემდეგ. ამ დროს ის იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ეს კაცი ახლა ემსახურება ოცნებას, არის ოცნების ერთ-ერთი სახე. წილოსანი ამბობს, რომ პატიოსნად ემსახურებოდაო, მაშინ კეთილსინდისერათო სახელმწიფოსო და დღეს მიიყვანეს კომისიაზე იმისთვის, რომ ელაპარაკა, რომ აიქო ჩვენო სტრასბურგში რომ ჩავედითო, თინა ბოკუჩავამ და სალმე სამადაშვილმა რაღაცებმა იქო კულუარებში იმუშავესო და დაგჩაგრეს ჩვენ ბატონო, აღარ მოფსეს ისაო და ეხა მისი ჩვენების საფუძველზე უნდა დაიბარო თინა ბოკუჩავა, რომელიც წინასწარ იციან რომ არ მივა, ხო ეხა ყველას გაცხადებული აქვს რომ ჩვენ არ ვაღიარებთ, არ მივალთ. ანუ მათ რადგან წინასწარ იციან რომ არ მივა და ამას აკეთებენ, ესე იგი მზადარია რომ თინა ბოკუჩავას დაიჭირო, ხო? ამას სამოლე სამადაშვილი დაიჭირო. არ ვიცი. აი, ჩემთვის
ხომ აბსოლუტურად მიუღებელია დაშვების დონეზეც კი რომ ამ ქვეყნის ბედი რაღაცნაირად შეიძლება დაუკავშირდეს რუსეთს კვლავ. Ну, ჩვენ საზოგადოებაში ყავს ადამიანები, ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ ну, აი რუსეთის გარეშე ვერ გადავრჩებით. აი ხა მე საჯაროდ შეიძლება ძალიან უცნაურად გეჩვენოს, მაგრამ ვაღიარებ, რომ აი ჯგუფები, რომლებიც გულწრფელად თვლიან, რომ თუ საქართველოს უნდა გადარჩეს ეს რუსეთთან ერთად, ხო, არიან ესეთები. მე მიმაჩნია, რომ ისინი გაცილებით უფრო წესიერი ადამიანები არიან, ვიდრე გივი მიქანაძე და ისეთები კეთილსინდისიერად რო ემსახურებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას და ახლა ასევე კეთილსინდისიერად რო ემსახურებიან ბჭყალებში, რასაკვირველია, ქართულ ოცნებას ორ რადიკალურად სრულიად განსხვავებულ მოვლენას ორ აღქმას განსხვავებულ საერთოდ სახელმწიფოს შესახებ, ყველაფრის შესახებ აბსოლუტურად საგარეო საშინაო პოლიტიკის და ზოგადად მე მგონი საერთოდ ადამიანის შესახებ ორი განსხვავებული მოდელია ეს აღქმისა. აი ყველაზე უფრო საშიში ჩვენი საზოგადოებისთვის, ყველაზე უფრო დიდი დამნაშავეები არიან სწორედ მაგ ტიპის ადამიანები, რომლისთვისაც არანაირი ღირებულება არასოდეს არც ნაციონალური მოძრაობის დროს, როდესაც იქაც გუნდის ძალიან ბევრი წევრი თვლიდა, რომ ის შეცდომები დაუშვეს, იმიტომ რომ მათი იდეა იყო სახელმწიფოს აშენება და ნამდვილად იყო ესე. არც ეხლა, როდესაც ერთადერთი იდეა აქვს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ფული, რაც შეიძლება ბევრი ფული სახელმწიფოსთან მას არანაირი, ასე ვთქვათ, საქმე არ გააჩნია და ნაკლებად აინტერესებს, აი როდესაც თანაბრად შეგიძლია ამას ემსახურო. ამიტომ ამ ტიპის ადამიანები იყო, არის და იქნებიან ჩვენი საზოგადოების პრობლემა. ღირებულებების მქონე, ღირებულებების გარეშე ადამიანები, რომლისთვისაც ერთადერთი ღირებულება არის მხოლოდ ფული. სხვა არ არსებობს და არა აქვს მნიშვნელობა ამ ფულზე. ამ გამწვავებაზე რატომ მიდიან? ეხლა თუ ცია მოყუჩავა არ მივა, მისი ნაკლებად უნდა გაავრცელოთ იგივე რაც თინა ბოკუჩავას და სალომე სამადაშვილი. ყველას დაჭერაზე მიდიან თუ რაზე მიდიან? თუ წავლენ გასაკვირველია, მაგრამ მკითხვა მაქვს. თინა ბოკუჩავა და სალომე სამადაშვილი რომ დადიოდნენ იმ ევროსაბჭოს და იმისი რა ქვია, ევროკომისიის შენობის ოფისებში და ხალხს არწმუნებდნენ. ამ იმას რა ქვია, მიქანაძეს კოჩით ჰქონდა პირი ამოკერილი თუ როგორ იყო, ბრით ვერ დაარწმუნა, გინდა ევროსაბჭო. ეს არის პოლიტიკური, წარმოიდგინეთ რაზეა საუბარი, პოლიტიკური ორგანო არის ხო, საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოში, სადაც მიდის პოლიტიკური ბრძოლა ჩვეულებრივად. ადამიანებმა პოლიტიკურ ბრძოლაში მოუგეს ამათ და ეხლა ესენი აუპირებენ ამის გამო უნდა დაიჭირონ. ანუ თინას ბრალი ყოფილა ბოკუჩავასი, რომ მიქანაძე და არ ვიცი კიდევ ვინ იყო, აი ეს ბოჭორიშვილს არ აღმოაჩნდათ არც სათანადო ინტელექტი, არც სხვა ხო, თეატრულუკიანიც, არც სხვა უნარჩვევები, არც ლოგიკა, არც მათი წარსული საქმიანობა და გამოცდილება არ აღმოჩნდა საკმარისი იმ ადამიანებისთვის, ვიზედაც იყო დამოკიდებული ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ მათთვის დაეჯერებინა და ამის გულისთვის უშვებენ თინა ბოკუჩავას ციხეში, ჩვენზე გამართულად რატო აყალიბებ აზრსო და რატო შეგიძლია ლოგიკურად დაასაბუთო ის, რასაც თვლიო. კარგია, ცუდია, ცუდად მოიქცა თინა, კარგად მოიქცა, ამას არა აქვს ეხლა მნიშვნელობა სტატისტიკური ქოცის გადასახედიდან, ხო, მაგრამ და მე ისიც არ ვიცი თინა იქ რას ამტკიცებდა, იმიტომ რომ ამათი არც ერთი სიტყვა არ არის დასაჯერებელი, მაგრამ დაუშვათ რასაც თვითონ მეუბნებიან, რომ თინამ დაარწმუნა, რატო ინგლისურის ცოდნა არ ეყოთ ამათ შესაბამისი თუ რა. ესე იგი თავის თავს ხო უნდა მოკითხონ, რომ რატომ გვაჯობა თინა? რატომ გვაჯობა თინამ? ან სალომე სამადაშვილმა, ხო?
რატომ? მაკა ბოჭორიშვილი სალომე სამადაშვილთან ერთად, რა ვიცი, სალომე როგორც ამბობ, სალომე სამადაშვილმა დაწერა. სალომე როგორც ამბობ, ჩემი თანამშრომელი იყო, როცა მე ელჩი ვიყავი კაცების დროსო და მაგას ჰქონდა დავალებული, რომ ევროპარლამენტში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ემუშავაო და კარგად მუშაობდა ივანიშვილის წინააღმდეგ. ხო. ხო და ეხლა არის ამათი საგარეო საქმეთა მინისტრი. ანუ კეთილსინდისიერად შეუსრულებია, მაშინ თავისი მოვალეობა ნამდვილად და ხო და აი ეს მინდა ვთქვა ამ ადამიანებზე ეს არის უხერხემლო ადამიანები რა, რომლებიც უხერხემლოები ხო იცით ვერ დადიან ხოხავენ და ამათი მუდმივი მდგომარეობა არის ხოხვა. ხან მიშას ქვეშ იხოხებენ, ხან ბიძინას ქვეშ და სხვამრო დაუშვას იმის ქვეშაც იხოხებენ და ამიტომ თავარი და მნიშვნელოვანი რა არის, იცი რომ ისეთი სახელმწიფო უნდა შევქმნათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ადამიანებს ხოხვა არ დაჭირდეთ იმისთვის, რომ ნორმალური ადამიანური არსებობა გქონდეთ. აი ეს არის მნიშვნელოვანი. თქვენ მაინტერესებს, ანუ რატომ მიდის თქვენი აზრით ასეთ გამწვავებაზე? რაში აწყობს ახლა, რომ ფაქტობრივად ყველა მთელი ოპოზიციის პარტიის ციხეში ჩასვლას? ამ გადაწყვეტილებაზე ხშირად ამბობენ, რომ აი მისულიყვნენ კომისიაზე და არავინ არ დაიჭერდაოდა. ხელისუფლებას ჰქონდა არჩევანი, შეეძლო დაეჭირა, შეეძლო დაეჯარიმებინა. მაგრამ დაჭერაზე წავიდნენ, ხო? ანუ ასე არ არის, რომ თვითონ გადაწყვიტესო და თვითონ ჩასხდნენ ციხეში. ხელისუფლებას გადაწყვიტა, რომ ჩაესვა ესენი ციხეში და რაში ჭირდება, ანუ რა ლოგიკაა თქვენი აზრით ამაში? არა, ლოგიკა ხა სერიოზული ლოგიკა უბრალოდ ეხა უყურეთ თუ ეს რეჟიმი არ შედგა, თუ ეს რეჟიმი ჩამოშორდა რუსეთის ორბიტას, ბიძინა ივანიშვილი ემშვიდობება ქონებას და აღმოჩნდება ციხეში ხა და თქვენ როგორ წარმოგიგენიათ უნდათ ქართულ ციხეში. ხო, მაგრამ ანუ გარეთ რო ყოფილიყო ხაზარაძე და ისა, ახლა ჩამოშლებოდნენ თუ რა მოხდებოდა? არა, ეს მანქანა უყურეთ, მოდი ესე ვთქვათ, რომ ესენი არიან კუთხეში მიმწყრეული ვირთხები, რომელსაც გააჩნიათ რუსეთის მხარდაჭერით თავის დროზე და ეხა აგიხსნეს უბრალოდ რაზე მაქვს საუბარი, აქვთ ინსტრუმენტები და ამ ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობენ თავიანთი უსაფრთხო მომავლის დამკვიდრებას და ეს მხოლოდ გადის რეჟიმზე, ანუ ყოველგვარი პოლიტიკური თავისუფლება საფრთხეს უქმნის მათ თავისუფლებას, იმიტომ ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, უამრავი ირანში ებრაელი ბავშვების სისხლი მაგათკისერზეა, უკრაინელი ბავშვების სისხლი მაგათკისერზეა. ეს ყველაფერი თუ იქნება გამოძიებული, ამათი ადგილი არის ციხეში თან ძალიან დიდი ხნით და ბევრი მათგანის სამხედრო დანაშაულში მონაწილეობაც იქნება. რატო სამხედრო დანაშაულში რატო? უყურეთ ჩვენ ახლა არ გვაქვს ინსტრუმენტები შევამოწმოთ, მაგრამ ჯერთი ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის, ესე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი დიდი ინვესტორი და მას ძალიან დიდი ინტერესები აქვს იმ ფულში, რომელიც კეთდება უკრაინასთან ომში. ოფიციალურად არ არის დადასტურებული. რა ოფიციალურად არ არის, ოფიციალურად დადასტურებული ის იმ ბანკის წარმომადგენელი, რომელიც ინვესტიციას ახორციელებდა. არა, ოფიციალურად 2012 წლის მერე წამოვა. არა, 2018 წლის მერე 2018 წლის მერე წამოვედიო ამ ოფიციალურად და ინვესტორი შეისა ამ კომპანიის მართვის ბორდი შეიცვალაო, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოვიძიებთ მაგ ყველაფერს, უბრალოდ ეს ესეთი ტენდენცია სხვანაირად წარმოუდგენელია, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერი წასულიყო იმ ავანტიურაზე, როცა რუსეთის იმპერიის აღდგენა იწყებოდა. ეს უბრალოდ რატო არიან ამ დღეში, იმიტომ რომ კიევი როდესაც ემულიყო 3 დღეში, ეს ამ დღეში არ იქნებოდა, ეხა იქნებოდა რუსეთის გუბერნია საქართველოს, სადაც ნამესნიკი იქნებოდა ვიღაც რუსი ან შეიძლება ივანიშვილიც კი, არავინ არ იცის ეგრე როგორ მოხდებოდა, მაგრამ დღეს საქართველოს იქნებოდა ამ დიდი ამდგარი იმპერიის, რომელიც შეიძლება საბჭოთა კავშირის სახელის ქვეშ იქნებოდა თუ როგორ იქნებოდა, ეს არ ვიცით, ამას მე გამოძიება დაადგეს, მაგრამ ამ პროექტის მონაწილე იყო, უბრალოდ ამ პროექტმა არ გაამართლა, ჩაიშალა ეს პროექტი და ეხლა ინერციით მიდის. დარჩა ბიძინა ივანიშვილი და ქართველების წინაშე, მარტო რუსების გარეშე, უბრალოდ რჩევლები ყავს რუსების, მაგრამ ბევრი რუსული დავალებით, მაგრამ რუსული სამხედრო ძალის გარეშე და მას უწევს თვითგადარჩენისთვის აქ ბრძოლა. მან თუ არ იბრძოლა აქ მას ეს პრობლემა, აი ეს მის სიცოცხლეს და მის ქონებას ემუქრებას ის რა ქვია პრობლემა. ამიტომ იმთვის თავისი უსაფრთხოებისთვის ჩაოლებრია, გაუგებარი აქ არაფერი არ არის. უბრალოდ ამ ბრძოლა მოიტანა, რომ ყოფილიყო სერიოზულად უყურებენ, ჩვენგან განსხვავებით ისინი ამ ბრძოლას სერიოზულად უყურებენ და ყველაფერზე წამსვლელი არიან. მათ შორის დაპატიმრებებზე და შეიძლება უფრო შორსაც. უბრალოდ ძალა აქვს ცოტა. უბრალოდ არასანდო ინსტრუმენტების ქვეშ დარჩენ, ანუ მათ იმედი ჰქონდათ, რომ აქ რუსული არმია იქნებოდა და შესაბამისად მათი ხიშტებზე იქნებოდა მათი უსაფრთხოება გარანტირებული, მაგრამ დარჩენ ქართული პოლიციის ამარა.
ამ ყველაფერზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენი პოლიტიკოსების პრობლემა ზუსტად ესაა. მათ არ დაინახეს და ბევრი ექსპერტი სხვათა შორის ეხლაც რომ გამოდიან და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, ხო იბრიქებოდნენ რომ წარმოუდგენელიაო ჩვენო არჯერაო ბიძინა ივანიშვილის ოცნება რომ რუსული ძალა არისო. სად არიან ეხა ისინი? რატო თავიანთ სიტყვაზე პასუხს არ აგებენ, ხო? ანუ ეს არის პრობლემა უნდა მედიამ უნდა თხოვოს მაგაზე პასუხისმგებლობა, მაგრამ მედია კვლავ დიდი სიამოვნებით ასაუბრებს იმ თემებზეც ეხლა რაზეც საუბრობ. დიახ, აი დღეს როცა ამდენი პოლიტიკური ლიდერი არის დაკავებული, გამოდის კიდე გარკვეული საექსპერტო საზოგადოებიდან წარმომადგენლები და თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობს და რა ვიცი ხა ეს რა ლოგიკაა ეხა რა კიდე ცალკე თემა მადლობა. რეპლიკისთვის ერთ რამეს ვიტყვი. ბიძინა ივანიშვილი ამკაცრებს სისტემას, რომელიც უფრო მახინჯი, რომელიც ისედაც მახინჯი იყო, მაგრამ მე ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სისტემა დაფქვავს თვითონ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ხვები დაუფქვავს არაერთი ვინც ყოფილა მანამდე. აი გადაფქვავს თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ეს აი ესეთი მახინჯი სისტემების, რომელსაც ის ახლა აკეთებს, მაგათი თვისება და კიდევ ერთი მინდა ვთქვა, გაახილეთ კარგად ქართველებო თვალი. დღევანდელი საერო და სასულიერო ხელისუფლების ნამოქმედარი კარგად რო შეაფასოთ, სუდარა გადაფარებული გელათია. ამ საქართველოს სასულიერო და სახელმწიფოებრივი სიმბოლო. სუდარა გადაფარებული. ასე დარჩება ბიძინა ივანიშვილი ისტორიას. კაცი, რომელმაც გელად სუდარა გადააფარა. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის, ლელა ჯეჯელავა და გიორგი თავდგირიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. მე ხვალამდე გემშვიდობებით.